ზუსტად 20 წლის წინ საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1999 წლის ბოლოს შექმნილმა გაერთიანებამ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მრგვალმა მაგიდამ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 90-იანი წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა შეძლო. იმავე წლის 28 ოქტომბერს პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაცია პარიტეტულ საწყისებზე არჩეულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო. საბჭოთა იმპერიაში პირველად არჩევნებს უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები აკონტროლებდნენ. 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა გაიმარჯვა. პარლამენტის პირველი მოწვევის სხდომა კი 12 ნოემბერს გაიმართა. 20 წლის შემდეგ სწორედ ამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე საზეიმო მიღებას გამართავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 70-წლიანი ანექსიის შემდეგ და კომუნისტური წყობის შემდეგ ეს იყო პირველი მართლაც მრავალპარტიული არჩევნები ამ პერიოდის განმავლობაში. ეს იყო აღდგენა იმ პარლამენტარიზმის ტრადიციის, რომელიც დაიწყო პირველი რესპუბლიკის დროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. გახსოვთ, რომ მაშინდელი მრავალპარტიული არჩევნები და თავისუფალი არჩევნები გახდა წინაპირობა შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ქართული პარლამენტარიზმისთვის.